ყულევი სამეგრელო ზონას, პირველ რიგში სამეგრელო ზონას და არა მარტო სამეგრელოს, მაგრამ სამეგრელო ზონას სჭირდება როგორც წყალი და როგორც აერი. და რეგიონი გამოვა მდგომარეობიდან, ამდენი სამუშაო ადგილებია და არა მარტო სამუშაო ადგილები. 10,000-ში 15,000 ტონა საწვავის გადატანის, გადატვირთვის სიმძლავრეები უნდა შეიქმნას. მეორე პროექტი მზადდება კიდე ანაკლიაში. რამდენიც უნდა იხმაურონ, რამდენიც უნდა იღრიალონ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს კანონის შესაბამისად. და თუ ანაკლიაშიც გამოვიდა ეს პროექტი და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც კი შემიძლია, რომ ეს დაიწყოს ამაზე მუშაობა, მაშინ სამეგრელოს საკითხი საერთოდ გადაწყვეტილია ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, შემოსავლებთან, პენსიებთან და სხვებთან. არ უნდა სიკეთე. მთელი რიგი საკითხები, რაც გუშინ დავის და კამათისაგან იყო, ეს რატიფიცირებულია ყველაფერი პარლამენტში. მივედით როგორც წესიერი ხალხი, წარუდგინეთ დოკუმენტები, მოხდა რატიფიცირება და არავითარი ეჭვები არ გამოთქმულა. გუშინ დაიქცა ქვეყანა. რატო გადის საქართველოზე დიდი ნავთობსადენი? 6 წელიწადია სისხლი გვაქვს ჩაქცეული. მეც და ალიევსაც და ამერიკის ხელმძღვანელებს და სხვებს. ქვეყანას რაღაც ფუნქცია შეიძლება, ვიღაცისთვის საჭირო გავხდეთ, ჩვენ თვითონ შემოსავლები გვექნება. იმ დროს მერაბი ამოვდი 200 მილიონს მარტო ტრანსპორტი რა იყო ტრანსპორტი ამ 4-5 წლის წინათ გახსოვთ თქვენ დაანგრეული გაჩანაგებული რკინიგზა რომელსაც ახლა 60-70 მილიონი შეაქვს ყოველდღიურად ბიუჯეტში გაიცათ უკვე 100 მილიონზე ფიქრობენ და უზარმაზარი რაოდენობით ვირთები გადადის ახლა ავღანეთზე მუშაობენ ცენტრალურ აზიაზე მუშაობენ და ასე შემდეგ მე ვთხოვთ ამ ყულებზე რა შეპირებებიც არის იმ ხალხს მოვთხოვოთ შევახსენოთ რომ შავფულზე ლაპარაკი როცა არის ყველაზე უკეთესი ასე ვთქვათ არის სპეციალისტები ამ სფეროში ყავს სოფლიო ბანკს რამდენჯერმე იყო ჩამოსული ნახეს ამ ხალხს გაეცნენ და ჩვენ გვითხრას რომ ყველაფერი კანონიერია წესიერია შავი ფულით აშენებული რა ეშმაკად გვინდა საქართველოში